სალამი ყველას და ერთი რაკითხი მინდა კიდე განვიხილო თქვენთან. მოკლედ ეს ამ სამი გოჭის ამბავი სოციალური სფეროსა და მედიების საღიჭი თემა გახდა რა. ხო და აი დადგმული თემა რო არის როგორ ნათლად ჩანს, იცით? ძალიან ნათლად ჩანს და საიდან ხვდები ახლა მე ამ ყველაფერს? ნუ გამოხტნენ ქართველი სახელი და გვარის პიროვნებები Facebook-ში, რომლებიც ჭკუაზე არ არიან და ქალის უფლებების დამცველად დაიწყეს რაღაცა კომენტარების დაწერა. შენ რო დაგარტყან, შენ რას იზავდი მაინტერესებს, შენთვის რომ დაერტყათ ერთი ეგრე და ის და ეს და რაღაცები რა. ჯერ ეგეთიც სულ არ მაინტერესებს, აი ეს სამი გოჭი სადაურია, არც მათ ევროვნებას ვკითხულობ, რომ შემდეგ რაღაცა ნაციზმში და უაზრო რაღაცებში არ ჩამითვალონ, იმიტომ რომ საერთოდ არ მაინტერესებს რა ვინ არიან ესენი რა. ვინც არ უნდა იყოს რა. ადამიანები, როდესაც ქორწილში ზემოდან ყვავებივით დაგჩხავიან, კარგი დავანებოთ თავის რომ რაც გაჟღერდა წყალი ჩაასხეს თუ ფსელი ჩაასხეს თუ დააფურთხეს თუ ვინ გააგდო იქ და ვინ რატო წავიდა, იმიტომ რომ რაღაც ტექნიკა გაფუჭდა, ეგ არ მაინტერესებს რა. ბიჭო, ვიღაცას აქვს ქორწილი, ხო? შეეთრიე შენ სახლში და დაესვენე, ან თუ არ მოგწონს ის ხმაური, გადი გარეთ და გაისეინე რა. აი რატო იღებს ახლა ეს ადამიანი? კი, ვთქვათ მიაძახეს რაღაცეები ქვემოდან, ხო? ქვემოდან რატომ მოგეძახებდნენ, შენ რო არ გამოგიყო თავი და არ დაგეწყო რაღაცა უაზრო საუბრები, ხო? ანუ საერთოდ არ მაინტერესებს, მაგრამ მე რა მიგვირს იცი? ის ხალხი ახლა რო გამოხტნენ და ამ გოგოებს რო იცავენ. ბიჭო, აგერ ვიდექი ჩემი სახლის წინ და ვაპროტესტებდი იმას, რომ მეთქვი, მთელი ღამის განმავლობაში სამი შვილი არ დააძინეს, მეთქვი ჩემი, არც მე არ დამეძინა. მთელი ღამის განმავლობაში 1500-მა მანქანამ გაიარა ჩემი სახლის წინ. იმიტომ რომ რაღაც ყლინჯობა ფესტივალი იყო აქ მომზადებული რა. რუსმა დამარტყა კიდევაც. და დარტყმაზე უარესი მანქანიდან ჩამომაგდო რუსმა, იმიტომ რომ ამბობ რუსი იყო, ის ქართველი რო ყოფილიყო კიდე ხო. ქართველმაც დამარტყა პირდაპირ ეთერში. კაციშვილს ხმა არ ამოუღია რა. და აი ეს სამი გოჭი გახდა უცბად ქართველი კაცებისა და ქალების დაცვის თემა. აი ეცით როგორ გულის ამრევია უკვე ეს ყველაფერი. ბიჭო, რას გიხდიან ესეც, რას გიხდიან ესეც და არ მითხრათ ეხლა რომ ჩემი ვიდეოები არ უნახავს იმ ხალხს, ვინც ეხლა კომენტარებს რა. და თუ მაშინ ჩაიგდე ენა და ქალის დაცვის პროჭი არ აგიჟუჟუნდა, მაინტერესებს ეხლა რატომ აგიჟუჟუნდა ქალების დაცვის პროჭი. თუ მე ქალად არ მიგაჩნივარ. მე იმ ხალხს ვეუბნები რა, ვინც ახლა გამომიხტა და შენთვის რო დაეტყათ, მაშინ რას იტყოდი, მაშინ პოლიციას მოვიდე და არავისთვის არ მიჩივლია. არავისთვის არ მიჩივლია, მით უმეტეს რუსი იყო ის კაცი. არ მიჩივლია იმ რუსისთვის. რომ ეჩივლა დაიჭერდნენ. თუ ვინმე მომაწერს ნაციზმი, რა ქვია მაგას, ფაშისტობას, ხო? თუ ვინმე ფაშისტობას მომაწერს, პირში ჩავთხრი იმ ვითარებას, როცა რუსმა მამაკაცმა ჩემი სახლის წინ მანქანიდან ჩამომაგდო და თვითონ მოხია მანქანი და წავიდა იმ ფესტივალზე. აი მაინტერესებს ერთი რატომ არ იძახით, რომ ფაშიზმი რატომ მაშინ არ დაინახეთ ჩემი საკითხი, რომ რუსს არ ვუჩივლე, მითხარით. მე ვიყავი დამნაშავე? ისე ვიყავი დამნაშავე, როგორც ეს გოგოები არიან ახლა იმ ხალხის წინაშე დამნაშავე, ეგრე რო ვთქვათ. ჩემი სახლის წინ. ესენი სასტუმროში იყვნენ. ჩემთან კიდე სახლის წინ ხმაურობდნენ.
და ერთმა კიდე ყლინჯმა ხენაყოფით შეიცნობა, აი ფაშიზმის ეგრეგორში ყოფილხარ თურმე გაერთიანებული. რა ფაშიზმი, ბიჭო, სად ვახსენე, რამე ვახსენე ამათზე, საერთოდ ამათი ეროვნება ვახსენე საერთოდ? არ ვიცი რა. დედასფიცა ვარ, მაგარ დიდ უკვე გაბანძებულ სპექტაკლში მოვხდით რა. ისეთი აყროლებული სპექტაკლია უკვე, რომ აი ადგომა მინდა და გასვლა მინდა ამ დარბაზიდან რა, მართალი გითხრათ რა. აი უნიჭო ბანძი რეჟისორის დადგმულია ეს სცენარები რა. ისე მაინც დადგით ეს სცენარები, რომ ვერ მივხვდეთ რა, რომ სცენარია დადგმული. და დიდძალი ფული მოქმედებს იმაში, რომ ქართველები და რუსები დაატაკონ ერთმანეთს რა. და გახდა ეხლა ყბადაღებული თემა, როგორ დაარტყა ქართველმა ბიჭმა რუს ქალს. ვისი რა ტრაკის საქმეა ვაფშე ვინ ვის დაარტყა რა. აი ვისი ტრაკის საქმეა ვინ ვის დაარტყა. ქართველ ქალებს რო სცემენ, ქართველი მამაკაცები, მაშინ ერევ, აი თუნდაც ბავშვებს რო აუპატიურებდნენ, გამოვიდა ეხლა ნატა ვიბლიანის სახელით ეგ საკითხი შუქზე. ბავშვებს რო აუპატიურებენ, თქვენ რო იცით და ყურებს და თვალებს ხუჭავთ. რატო მაშინ არ ჩაგერთვებათ ხოლმე ეს ანთებული პროჭები ერთი გამაგებინეთ რა. ამ სამი გოჭის ამბავზე რომ აენთეთ. რამდენიც გინდა იმდენი ქალი უცემია რუს მამაკაც. ეგრეთ უწავიდა რუსები და ბიჭო, რუსები არ იყვნენ ბავშვებს რომ ხეზე აბავდნენ და წვავდნენ, ჯერ აუპატიურებდნენ და წვავდნენ. სად? სად და აფხაზეთში რა, რუსები არ იყვნენ ეგ მამაკაცები? თუ ქალი რუსის მიერ დიდ ბევრი ოჯახები არ გინახავთ დანგრეული. კარგით რა. ბანძები ხართ მაგარი რა. ძალიან მაგარი ბანძები ხართ რა. აი როგორ ეტყობა რომ ვინ დაქირავებული ბოტია და ტროლია ამ სოციალურ სფეროში, იცი გული მერევა უკვე რა. გამოვიდნენ იცით ლოიალები და როგორ დაარტყა მამაკაცმა ქალს. ტიტო რა მომხდარა. ამაზე მეტი სალაპარაკო თემა ამ ქვეყანაში აღარ არის თურმე რა. ქორწილში ვიღაცა ჩხუბი მოვიდა და ქალს მოხდა. ბიჭო, ეს რა სალაპარაკო თემაა ხალხო, არანორმალურების ქვეყანაში ვცხოვრობთ უკვე. ხალხს სიტყვის თავისუფლებისთვის იჭერენ. მერე რა რომ ვიღაცას დასცინა და სარკაზმულად ილაპარაკა, რა შენი ტრაკის საქმეა, იმან ილაპარაკა ღმერთი მოკითხოს, შენ ვაფშე ვინ ხარ? არა რა. რუსების აგენტები კი არა, ვინც გინდა ის იყოს მაიკო რა. ეს რა ყბადაღებული ესეთი თემა, ბიჭო, სოციალურ სფეროს გახსნი და ყველა მედია თუ კაცი ბავშვი მოხუცი ამაზე საუბრობს. რა იყო ხალხო, ამაზე მეტი პრობლემა ვერ ნახეთ ქვეყანაში? ამაზე მეტი სალაპარაკო პრობლემა ქვეყანაში არ არსებობს? დედასფიცა ვარ, მომწამლეს მეთქი. ფაქტები დავდე, რომ ის რა ქვია, მრჩეველი აყალბებს ჩემს იმებს, რა ქვია,
ანალიზებს კაცი შვილს არ აინტერესებს, მაგრამ აი ქართველმა ბიჭმა რომ რუის გოგოს დაატყა და ყბა დაულეცა, ეგ ყველას დააინტერესა უცბად და უცბად მედია ისე დაინტერესდა, რომ ამაზე მეტი თემა აღარ მოძებნა საქართველოს მასშტაბით. პრობლემაზე ლაპარაკი არ უნდა საქართველოსათვის თავი არ აქვს ქვიშაში ჩაფლული სირაქლემასავით აქვს თავი ქვიშაში ჩაფლული კი საქართველოსთვის არ ჭირდებათ მაგათ საუბარი საქართველოს ფეხზე კი ქართველები ფეხზე კიდიან თვითონ მედიასაც პარლამენტში ვინ ზის საერთოდ არ მაინტერესებს ვინ არიან მაგარი ბანძები არიან როგორც ჩანს იმიტომ რომ ამაზე მეტი თემა თუ ვერ ნახეს სალაპარაკო არ ვიცი მედია მაგარი გაგვიბანძდა რო იცოდეთ რა სირაქლემაც კიდე რაღაცნაირად გრძნობს ხოლმე საფრთხის მოახლოებას და აი აქ ამ პოზიციაში როგორ პოზიციაში ვართ არ ვიცი რა უკვე მაგარი ცუდ პირში ბიჭო კი არ გვატყუებენ გვაფურთხებენ კი არა და გვეუბნებიან რომ შენ თავისუფალი სიტყვის თქმის უფლება არ გაქვს დაგიჭირეთ 14 დღე ჟურნალისტმა ვიღაცაზე გამოთქვა რაღაცა პროტესტი და უკვე დაიჭირეს 14 დღე მისცეს ციხე ვიღაცამ ვიღაცაზე გაიცინა სარკასმულად იმიტომ რომ მღვდელი შემოვიდა თუ ვინ შემოვიდა არ ვიციო მღვდელს როგორ მიაყენა შეურაცხყოფა იმას დაიჭირეს რა დააჯარიმეს ანუ ესე იგი ჩვენ გვეუბნებიან რომ დამონჯდითო რა დაქვავდითო დაშტერდითო დაფალოსდითო და იჯექითო მუდოსავითო და ჩვენ დაგაჯდებით თავზე დაგაფსავთ და რასაც გვინდა დაგაჯვავთო რასაც გვინდა იმას გიზავთო თქვენ არანაირი უფლებები არ გექნებათო რა მაგას გვეუბნებიან რა პირდაპირ და ჩვენ აქ სოციალურ სფეროში ვძივართ და უი როგორ დაარტყარი ქართველი ვაჟკაცის მუშტი ქალს როგორი ქართველი ვაჟკაცი როდიდანღა არის საერთოდ ქართველი ვაჟკაცი როდისღა ეწოდება ქართველ მამაკაცს ეწოდება ქართველი ვაჟკაცი საერთოდ რომელი საუკუნიდან რომელ საუკუნეში ეწოდებოდა ეგ იყო აი მე-14 საუკუნემდე იყო შეიძლება ქალზე არ აწევდა კაცი ხელს მაგრამ კარგით რა ხალხო რომელ საუკუნეში ვართ რომ მამაკაცი ქალზე ვერ აწევს ხელს დალურჯებულები დადიან ქართველი ქალები ვინმე ეხმარება რაღა დროს ქართველი მამაკაცია და ისინი ქართველი მამაკაცი სიამაყეა რომ არ ესწევს ქართველზე მუშტს ეგ კი არა გეუბნებით ჯვარზე რო ვიდექი პირდაპირ ეთერში სახეში მთხრიშა იმ კაცმა რომ მღვდელს როგორ ელაპარაკე კი არა ეხლა ხომ პოსტებს დაიწერო შენო და რაღაცა უაზრო მაშინ რატო არ გამოხდით ერთი მაინტერესებს თუ მე ქალი არ ვიყავი და ის ქართველი ვაჟკაცი არ იყო მაშინ არ ქონდათ ეგ თემა შემოგდებული არ გადაგიხადეს მაშინ ფული ხო და ესე უფულოდ ვინვის დაიცავს ხო კი ზუსტად ეგ უფულოდ ვინვის დაიცავს დედაც გალამაზებულა თქვენი ასე რომ ჩემო კარგებო რა ვიცი რა იყიდება საქართველოს ჯერ როდის იმღერებოდა და საქართველოს კი არ იყიდება ქართველებიო ახლა ეს უნდა ვიმღეროთ რა კარგად აბა